გამარჯობა. ეს არის იერახზე სამაგრი ლაზერი, Sotac's წარმოების. ეს არის მოდელი OTAL-C. უბრალოდ ეს არის მოდელი. ლაზერი გამოიყურება ვიზუალურად აი ესე. მოყვება მას ესეთი სტიკერები, რომელიც შეგიძლიათ დაამაგროთ აი აქ ზედა ნაწილში, ну სადაც გინდათ, თუ გინდათ სადმე სხვაგან, ეს მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა ინახეთ როგორია. რეალურად მონაცემები აწერია რა. ეს არის ქანჩი და ასევე მოყვება იერახზე დასამაგრებელი ესეთი ნაწილი, რომელიც დისტანციურად მართავს ლაზერს. აი ნახეთ, წარმოიდგინეთ იერახი. ლაზერი არის სადმე, აი ესე დამაგრებული, ქვედა ნაწილში, ზედა ნაწილში სადმე და ხელი როცა აი უფრო მოშორებით გაქვს, ანუ ყოველ ჯერზე ამას ვერ გადართავ, ამიტომ ეს კაბელი დაკავშირდება აი ამ ლაზერზე. ნახეთ. ეს არის ორმაგის კოჩი, ანუ ერთი ნაწილი იერახზე მაგრდება, მეორე ნაწილი აი ამ გადამყვანზე და სადაც გვინდა იერახზე იქ ვათავსებთ. შემდეგ უკვე დისტანციურად, აი როცა ლაზერი წინ არის და ხელი უკან, ამ შემთხვევაში აი ამ კაბელით ჩვეულებრივად ჩავრთავთ, გამორთავთ, ან რა ვიცი, რაც გვინდა. ეხლა მოკლედ რო ვისაუბროთ ლაზერზე. ლაზერს ჭირდება ელემენტი, 2A ელემენტი ჭირდება, რომელიც სამწუხაროდ არ მოყვება. აი დანარჩენი ეს არის მეტალის корпуსი. ლაზერი არის აი ამ ნაწილში. ელემენტის გვერდით ეს დიდი ხუფი არის ელემენტისთვის, ეს პატარა ხუფი არის ლაზერის მოსახსნელად, ან ჩათვალეთ რომ ეს არის დამცავი. ელემენტი რო გაჩვენოთ პირველ რიგში, ამას როცა მოვხსნით, ეხლა ჩასმული მოქვს ჩვენი ელემენტი უბრალოდ ელემენტი არ მოყვება და რო გაითვალისწინოთ აი ესე. ეს 2A ელემენტია ჩვეულებრივი. მინუს წერია ქვემოთ, ჩვენც იგივენაირად უნდა ჩავსვათ, აი მინუსი აქ არის მოცემული, ესე ჩავსვამთ, ერთი ცალი ჭირდება მხოლოდ ჩავამაგრებთ და სულ ეს არის. პიკანტინი აქვს ესეთი რელზე სამაგრი და ეხლა რო ნახოთ ლაზერი, ეს არის ხუფი ლაზერის, ამას მოვხსნით, ანუ გადავწევთ გვერდით და ლაზერს ეხლა რა ფუნქციები აქვს? ერთი არის სრულიად გათიშვა, ერთი ჩართვა. ნახეთ, ოფზე როცა არის არანათებს, აი ამას როცა გადავწევთ ესე ამ შემთხვევაში ან ჩართვა შეგვიძლია ოღონდ აი ამის საშუალებით მაგასაც გავჩვენებთ დონეზე როცა დავაყენებთ ყოველთვის ჩართული იქნება აი წინ ეს არის მისი წერტილი ეს წერტილი არც იზრდება არც პატარავდება ყოველ ჯერზე არის ესე აი რაც შეეხება აი ამ ორ დასატრიალებელს ეს არის იმისთვის რომ გავასწოროთ ჩვენი ლაზერი იმის მიხედვით სადაც უნდა გაისროლოს ანუ სამიზნის გასწორება როგორც ხდება, იგივენაირად ხდება ლაზერის გასწორება და ყველა სხვა თუნდაც ეს ოპტიკური სამიზნე იყოს თუ კოლიმატორული. მოკლედ, აი ამ ნაწილებით ვასწორებთ სამიზნეს ზევით ქვევით, დაბლა და მაღლა. აი აწერია კიდევაც. ეხლა რაც შეეხება აი ამას, ეხლა რომ დავამაგროთ, გაჩვენებთ ეს მაგრდება ჩასართავის გვერდით. აი ესე პირდაპირ მაგრად ჩავაწვევით და მოკლედ ჩამაგრებულია. ეხლა ნახეთ, ონზე როცა არის, ანუ ის წინ ანათებს ყოველთვის. ანუ ეს არ რეაგირებს ამ შემთხვევაში, რადგან ყოველთვის უნდა ანათებდეს. როცა გადავიყვანთ აი ამ მეორე რეჟიმზე, აი ესე გადმოწევით. ლაზერი არის ჩამქრალი, თუმცა როცა ამას დავაწვევით, აი ნახეთ, ლაზერი გაჩნდა. ანუ დისტანციურად ვაწვევით და ლაზერს რთავს მხოლოდ მაშინ. ანუ ეს იმისთვის არის, რომ მაგალითად ვინც არის მოწინააღმდეგე, იმან ჩვენი ლაზერი არ დაინახოს და არ აღმოგვაჩინოს. ამიტომ არის ეს. მოკლედ პირველ რეჟიმზე ლაზერი ყოველთვის ჩართულია, არც ეს ჭირდება და არაფერი. როცა აქ გადმოვიყვანთ, ამ შემთხვევაში ეს კაბელი მუშაობს, როცა გვინდა ვrთავთ, როცა გვინდა ვთიშავთ. და როცა ოფზე დავაყენებთ, ამ შემთხვევაში ლაზერი სრულიად უკონტაქტოა, არც ეს მუშაობს და არც თავისთვის არ ირთვება. აი ვიზუალურად კარგად რო შეხედოთ, როგორ გამოიყურება ეს ლაზერი, ჩავრთავ კიდევაც ერთხელ. აი ეს. ვეცდები კამერას დავუმიზნო. აი ეს. შეჯამება რო გავაკეთოთ. ეს ლაზერი არის მეტალის, ანათებს მხოლოდ მწვანედ, მოყვება ესეთი კაბელი თავისი დასაწებებელი წერტილით, რომელიც იერახზე დისტანციურად მართვის საშუალებას გვაძლევს. სარეგულირებელი წერტილები არის ეს. ლაზერი არის თვითონ აი აქ მოთავსებული, რომელსაც თავისი ხუფი აქვს, ელემენტი თავსდება აქ, 2A ელემენტი ჭირდება ერთი ცალი, რომელიც არ მოყვება. ამ კაბელის მოხსნა შეგვიძლია. აი, იგივენაირად ამოვაწრავთ
და აქ სამი რეჟიმია, ერთი გადიშვა, ერთი ჩართვა და მეორე, როცა კაბელზე შეგვიძლია დისტანციურად მართოთ. მოკლედ, სულ ეს იყო ამ ლაზერზე. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ, ანუ გითხარით. მადლობა.